მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ 2024 წლის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი დამატება ჩვენი ბორდოთეკისთვის, ეს გახლავთ Unconscious Mind. ეს თამაში შექმნილია იომაზაკ ლასკასისა და ჯონი პაკის მიერ და მხატვარი გახლავთ ენდრიუ ბოსლი და ვინსენტ აუდუტრეიტი. ენდრიუ ბოსლი, მოგახსენებათ, ძალიან ცნობილი მხატვარია ბორდგეიმების სამყაროში. და გამომცემლობა არის Fantasia Games-ი, რომელმაც გვაჩუქა ჩვენ შარშანწინ Endless Winter-ი და ეს თამაშიც ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევა. თამაშის თამაში შეუძლია 1-დან 4 მოთამაშეს, 60-დან 100 წუთამდე გრძელდება თამაშის ხანგრძლივობა და 12 პლუსი აქვს ასაკი. 1900-იან წლებში ზიგმუნდ ფროიდმა ჩამოაყალიბა რევოლუციური თეორია ფსიქოანალიზის შესახებ, რომელიც გულისხმობდა ქვეცნობიერის გამოყენებას ადამიანის მკურნალობაში. ჩვენ ამ თამაში წარმოადგენს ფროიდის მიმდევარს, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ ახალი იდეების განვითარებას. აქ თქვენ მოგიწევთ იდეების გაცვლა ერთმანეთთან, ასევე ნოტების ჩაწერა და მანიფესტების გამოქვეყნება. ხოლო ქალაქ ვენაში თქვენ მოგიწევთ გადაადგილება, რათა ინტეგრაცია მიიღოთ და შემდეგ უმკურნალოთ თქვენს კლიენტებს. ამის თქვენ დაჭირდებათ ძალიან ბევრი ოდენობით ყავა. განათავსეთ ქალაქის დაფა. შემდეგ სამი ფერის მიხედვით გამოყავით 24 უბნის ტოკენი, 3 გადადეთ გვერდზე, რომელზეც ახატია რეპუტაციის სიმბოლო და განალაგეთ ბორდზე, აი ისე როგორც ამ ვიდეოშია ნაჩვენები ფერების მიხედვით. შემდეგ გადადებული 3 რეპუტაციის სიმბოლოს მქონე უბნის ტოკენი დადებით თავზე შესაბამის დასტებს. აიღეთ ფროიდის რეპუტაციის ტოკენი და განათავსეთ რეპუტაციის ტრეკზე პირველ უჯრაზე. აიღეთ 7-ვე მისიის თაილი, დაარენდომეთ, ერთ-ერთი ამოარჩიეთ, დააკვირდით მასზე მოცემულ სიმბოლოებს და შესაბამისი სიმბოლოებს მქონე უბანზე განათავსეთ ფროიდის ფიგურა. მისიების თაილები კი განათავსეთ ბორდთან ახლოს, ისე რომ ყველა მოთამაშემ დაინახოს. ეხლა მაგიდაზე დადეთ შეხვედრების ბორდი. 4 მოთამაშის შემთხვევაში არაფერი არ იცვლება, 3 მოთამაშის შემთხვევაში დაიფარება უკიდურესი 4 კუთხე არამოთამაშის ფერის მქონე იდეებით, ხოლო თუ 2 თამაშობს, მაშინ დაიფარება 8-ვე უკიდურესი მხარე. შემდეგ გადაჭეხეთ პირველი და მეორე ერის ნოუთის თაილებით საცაკე დასტებად და ასევე საწყისი თაილებით ცალკე ფერებად. შემდეგ თუ თამაშობს 4 მოთამაშე მოვაკელით თითოეულ დასტას 6 თაილი, თუ თამაშობს 3 მოთამაშე მოვაკელით თითოეულ დასტას 9 თაილი, ხოლო თუ თამაშობს 2 მოთამაშე მოვაკელით თითოეულ დასტას 12 თაილი, ანუ შესაბამისად 12 თაილი დარჩება თითოეულ დასტაშიც. შემდეგ აჩეხეთ დარჩენილი თაილები და განალაგეთ საწყის წერტილზე, როგორც ნაჩვენებია ვიდეოში. მნიშვნელოვანია, რომ მარჯვენა მხარეს ბანერი არ უნდა აუჩანდეს თაილს. იგივე გააკეთეთ მეორე ლეველის თაილებისთვის. შემდეგ აიღეთ ზედა თაილები, ამოატრიალეთ, ისე რომ მარჯვენა მხარეს ბანერები იყოს ხილული და გაანთავსეთ უკიდურეს მარჯვენა მხარეს. შემდეგ იგივე გააკეთეთ შუა სივრცისთვის. არ ამოატრიალოთ მარცხენა დასტები. შემდეგ დაყავით ბარათები case study კლიენტებად და რუტინულ კლიენტებად. რუტინული კლიენტები არის ყოველდღიური კლიენტები, ხოლო case study კლიენტებისთვის სჭირდებათ უფრო მეტი მომზადება. ამოატრიალეთ 2 ბარათი რუტინული კლიენტების დასტიდან და იგივე გააკეთეთ case study კლიენტების დასტისთვის. შემდეგ გამოყავით grip layer-ებისგან საწყისი grip layer-ები, რომლებიც განსხვავდება აი ამ სიმბოლოთი. დანარჩენი grip layer-ები აჩეხეთ და ჩადებით შესაბამისად აი ამ ყუთში. შემდეგ აი ეს ყუთი დადებით ბარათების გვერდზე და აიღეთ 4 grip layer-ი და განათავსეთ აი ამ ბარათებზე, როგორც ნაჩვენებია ვიდეოში. აიღეთ ლატენტური სიზმრებით ბარათების დასტა, აჩეხეთ და განათავსეთ სახით ქვემოთ. შემდეგ იგივე გააკეთეთ მანიფესტის სიზმრების ბარათებისთვის, აჩეხეთ განათავსეთ ლატენტური ბარათების გვერდზე და გახსენეთ 4 ბარათი ღიად დასტის მარჯვენა გვერდზე. შემდეგ აჩეხეთ კვლევის ბარათები, ამოატრიალეთ 2 და განათავსეთ დასტის მარჯვენა გვერდზე. შემდეგ აიღეთ ტრაქტატები, დაალაგეთ აი ესე მათი სიდიდის მიხედვით. მაგიდაზე ადგილის დაზოგვის მიზნით შეგიძლიათ ერთმანეთზე გადააწყოთ ეს ტრაქტატები, უბრალოდ უნდა ჩანდეს მათი ფერები და მათი სიმბოლოები. შემდეგ განათავსეთ ბრწყინვალე იდეის ტოკენები ასევე თქვენს მაგიდაზე და უკვე ახლა აირჩიეთ ფერი. ვიღებთ შესაბამის ფერის მოთამაშის ბორდს, ოფისის ბორდს, პროფესორის ფიგურას, სამელნეს, ქულების ტოკენს, რეპუტაციის ტოკენს, 2 თერაპიის ტოკენს, 6 იდეის ტოკენს და 6 ინსაიტის ტოკენს. ასევე 1 ინსაიტის ციფერბლატს, 1 გულის ფორმის ტოკენს, 1 ყავის ტოკენს და 7 ჩვეულებრივ ინსაიტ ტოკენს. განთავსეთ ციფერბლატი და თქვენი მოთამაშის ბორდი ერთად, შემდეგ დადებით თქვენი სამელნე აი ამ ადგილზე,
შემდეგ გულის ფორმის ტოკენი 0-ზე, შემდეგ ყავის ტოკენი 4-ზე. შემდეგ აიღეთ თქვენი 3 იდეა და განათავსეთ აი ამ ჭრილებში. შემდეგ აიღეთ დანარჩენი 3 იდეა და განათავსეთ აი აქ. შემდეგ აიღეთ თქვენი ფერის insight ტოკენები და განათავსეთ აი ამ ჭრილებში, ხოლო ჩვეულებრივი insight ტოკენები განათავსეთ ციფერბლატის ცენტრში. შემდეგ ავიღებთ ყველა მოთამაშის გამარჯვების ფლეერ მარკერებს და გამათავსებთ აი აქ. ახლა ავირჩიოთ პირველი მოთამაშე, ის აიღებს პირველი მოთამაშის აი ამ ტოკენს და დადევს ფროიდის სახით ზემოთ მასთან ახლოს. შემდეგ ავიღოთ მოთამაშეების რეპუტაციების მარკერები და გამათავსებთ ბორდზე აი აქ. პირველი მოთამაშის მარკერი უნდა იყოს ზემოთ და შემდეგ დანარჩენი მოთამაშეები საათის ისის მიმართულებით. მეორე მოთამაშე იწყებს თამაშს ერთი დამატებითი ყავით, მესამე მოთამაშე იწყებს თამაშს ერთი დამატებითი წინვალე იდეით, ხოლო მეოთხე მოთამაშე თამაშს იწყებს ერთი დამატებითი წინვალე იდეით და დამატებითი ყავით. აიღეთ თქვენი ოფისის ბორდი, აიღეთ ბარათები, აჩეხეთ და ერთი დაიდეთ რენდომზე. ოფისის ბარათი უნდა აჩვენებდეს რაღაც სიმბოლოს და ეს ბარათი გიბლოკავთ ოფისში მეორე ოთახს, რომელიც გაიხსნება თამაშის მიმდინარეობისას. შემდეგ აიღეთ რუტინული კლიენტების დასიდან იმდენი ბარათი, რამდენი მოთამაშეა პლუს 1, ანუ ამ შემთხვევაში 4 მოთამაშეზე გახსნილი და შესაბამისად 5 ბარათი გაიხსნა. შემდეგ აიღეთ წინასწარ გადადებული basic reflayer-ები და გაანთავსეთ რენდომზე ამ ბარათებზე. დარჩენილი reflayer-ები კი დააბრუნეთ ყუთში. რიგით ბოლო მოთამაშე ირჩევს ერთ-ერთ ბარათს და გაანთავსებს მას თავის ოფისში ღია ოთახში. შემდეგ აიღეთ ლატენტური სიზვრების დასიდან ერთი ბარათი და გაანთავსეთ თქვენი კლიენტის თავზე. შემდეგ აიღეთ manifest-ის ბარათებიდან ან ღია 4 ბარათიდან ერთ-ერთი, ან დახურული დასტიდან ერთი. თუ თქვენ აიღეთ ღია ბარათებიდან ერთ-ერთი, მაშინ შეავსეთ ეგრევე დასტიდან შესაბამისი სივრცე და შემდეგ აღებული manifest-ის ბარათი გაანთავსეთ ლატენტური ბარათის თავზე, ისე რომ სიმბოლოები ჩანდეს. შემდეგ შეკრიბეთ ბარათზე და ასევე grift layer-ზე არსებული თერაპიის სიმბოლოები და განათავსოთ თქვენი თერაპიის მარკერი შესაბამის ოდენობაზე, ამ შემთხვევაში 6-ზე და შესაბამისად დაიწერეთ ერთი გამარჯვების ქულა, გადაწიეთ რა თქვენი მარკერი გამარჯვების ქულების ტრეკზე. მას შემდეგ რაც ყველა მოთამაშე აირჩევს თავის ბარათს, დარჩენილი grift layer-ი დააბრუნეთ ყუთში, ხოლო კლიენტი ამოდეთ შესაბამის დასწის ქვემოთ. ახლა დრო ავიღოთ ჩვენი საწყისი ნოუთის თაილები და აგვიდით თქვენი ოფისის მეორე ოთახის დამკეტავ ბარათს, მოძებნეთ შესაბამისი სიმბოლოს მქონე საწყისი ნოუთის თაილები, დარწმუნდით რომ ბანერი მარჯვნივ ხილულია და ამოატრიალეთ ბარათი. ახლა აირჩიეთ ამ 3 საწყისი თაილიდან ერთ-ერთი და დანარჩენი 2 დააბრუნეთ ყუთში. შემდეგ დააკვირდით სიმბოლოს, რომელიც მოცემულია ბანერის თავზე და ქალაქში განათავსეთ თქვენი პროფესორის შესაბამის უბანში. შემდეგ იმის მიხედვით, რაც გაჩვენებთ თქვენი საწყისი თაილი, გაანთავსეთ თქვენი საწყისი insight ტოკენები insight ციფერბლატის შესაბამის დონეებზე. ახლა აიღეთ თქვენი საწყისი node თაილი და გაანთავსეთ თქვენი სამუშაო სივრცის ერთ-ერთ მწკრივში. შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილზე განათავსოთ, თუმცა სასურველია შეუხამოთ შესაბამისი მწკრივის პირველ სიმბოლოს. შემდეგ აიღეთ რეფერენსები, პირველი მათგანი გაჩვენებთ ყველა აიკონს, რომელიც არის თამაში, ხოლო მეორე მათგანი გაჩვენებს რუტინული კლიენტების ეფექტებს, მეორე მხარეს case study კლიენტების ეფექტებს. თქვენს ფლაზე შეგიძლიათ ან წარადგინოთ იდეები, ან გამოიხმოთ იდეები, ან უმკურნალოთ თქვენს პაციენტებს. მას შემდეგ რაც მორჩებით თქვენ მთავარ მოქმედებას, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი გულის ფორმის ტოკენი, რათა უმკურნალოთ თქვენს პაციენტებს და გამოიყენოთ ისინი თერაპიის სიმბოლოების დასაკლებად. თამაში გრძელდება სანამ ფროიდის რეპუტაციის მარკერი მიაღწევს აი ამ ლოკაციას, შემდეგ ყველას იქნება ერთი სვლა და თამაში დამთავრდება. გამარჯვებულია მოთამაშე, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. თქვენი insight-ის ციფერბლატი გვიჩვენებს, რამდენი insight-ი გვაქვს ჩვენ, insight-ები განსხვავდება ფერით, ზრდა, თავისუფლება და ვნება. და insight-ები განსხვავდება მათი დონეებით, რაც გამოიხატება მათი ფორმებით, minor, medium და major. გაერთად IS insight-ი არის major, მწვანე, ანუ ზრდის insight-ი. ცენტრში არსებული insight-ებს არ აქვთ არც ფერი და არც დონე. როგორც ვთქვით, თამაშს ვიწყებთ სტანდარტული 7 insight-ით, აქედან 3 არის ცენტრში, ხოლო 4 განგვისაზღვრა ჩვენმა საწყისმა node თაილმა. თამაშის განმავლობაში რაღაც ეფექტები ჩვენ მოგცემს საშუალება ჩვენი ფერის insight-ები გავხსნათ. ასევე თამაში გვექნება საშუალება დავაგენერიროთ insight-ები, ასე მაგალითად ეს თაილი გვაძლევს საშუალებას დავხარჯოთ ერთი ყავა და მივიღოთ 2 თავისუფლების insight-ი, ერთი medium insight-ი და ერთი minor insight-ი. ამ დროს მოვყიდოთ ცენტრში არსებულ insight-ებს ხელი და გადავიტანოთ შესაბამის დონეებზე. თამაში საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ უკვე არსებული insight-ები, მაგრამ მხოლოდ გავზარდოთ არსებული insight-ები და არც ერთ შემთხვევაში არ დავაგენერიროთ ამ სიმბოლოს დროს. ზოგიერთი ეფექტი გთხოვს რომ შევამციროთ ჩვენი არსებული insight-ები. ამ დროს უბრალოდ ერთი დონე დაბლა ჩამოდის, ანუ major-დან medium-ზე, medium-დან minor-ზე, ან minor-დან საერთოდ ცენტრში.
ზოგიერთი ეფექტი საშუალებას გვაძლევს ტრანსფერი გავაკეთოთ, ანუ გადავიტანოთ ერთი დონიდან იგივე დონეზე, უბრალოდ სხვა ფერში. ზოგიერთი ეფექტი გთხოვს რომ დავხარჯოთ ჩვენი ინსაიტები, მაგალითად ეს ბრალათი გთხოვს რომ დავხარჯოთ ერთი major ვნება, ერთი medium თავისუფლება და ერთი minor თავისუფლება. ამისთვის უბრალოდ მოვყიდოთ ხელი insights და გადმოვიტანოთ ცენტრში. ხანდახან ეფექტი უბრალოდ გვაჩვენებს ფორმას, შესაბამისად ნიშნავს რომ ნებისმიერი ფერის, მაგრამ კონკრეტული დონის insight უნდა დავხარჯოთ ამ ეფექტის გასააქტიურებლად. მაგალითად, ჩვენი ოფისის ბორდი გვეუბნება რომ ნებისმიერ დროს ჩვენ შეგვიძლია დავხარჯოთ ნებისმიერი ფერის ერთი major, ერთი medium და ერთი minor insight-ი რომ მივიღოთ გულის ტოკენი. რეპუტაციის ტრეკი გვიჩვენებს თითოეული მოთამაშის რეპუტაციის მდგომარეობას, მათ შორის ფროიდის რეპუტაციის მდგომარეობასაც. ნებისმიერ დროს, როდესაც რეპუტაციას იმატებს მოთამაშე, ფროიდიც იმატებს რეპუტაციას და როდესაც მარკერი მიაღწევს აი ამ ნიშნულს, თამაში დამთავრდება. ეს სიმბოლო გვიჩვენებს რეპუტაციის მიღების ეფექტს, როდესაც მიიღებთ რეპუტაციას, ჯერ გადაწიეთ ფროიდის მარკერი 1-ით და შემდეგ გადაწიეთ თქვენი მარკერი და თუ იქ უკვე დგას სხვა მოთამაშის მარკერი, თქვენი მარკერი განათავსეთ მის თავზე. როდესაც ნებისმიერი მარკერი გადაივლის აი ამ ნიშნულს, ამოძრავეთ ფროიდის ფიგურა ქალაქში 1-ით. რეპუტაციის ტრეკის გააქტიურება ხდება აი ამ აიკონის გააქტიურებით. ჯერ მიიღეთ თქვენი რეპუტაციის მარკერის ზემოთ გამოსახული ქულა და ყავა, თუ შესაძლებელია, ხოლო შემდეგ მიიღეთ ფროიდის რეპუტაციის მარკერის ქვემოთ არსებული მოქმედებიდან ერთ-ერთი. ან შეგიძლიათ მის მარცხნივ არსებული ნებისმიერი მოქმედება გააქტიუროთ. ძალიან დიდი მნიშვნელობაა გავანსხვავოთ ერთმანეთთან რეპუტაციის მიღება და რეპუტაციის გააქტიურება. ძალიან მნიშვნელოვანია გულის ფორმის ტოკენები, რომლებიც გამოიყენება კლიენტების სამკურნალოდ. როგორც უკვე ვახსენეთ, თქვენ სვლაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ სამი სხვადასხვა ზომის insight ტოკენი, მიიღოთ გულის ფორმის ტოკენი, თუმცა როგორც ხედავთ, მაქსიმუმ 3 შეიძლება გქონდეთ, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დახარჯოთ გულის ფორმის ტოკენი და მიიღოთ 2 ქულა, ხოლო შემდეგ გააგრძელოთ გაჩერებული ეფექტი და მიიღოთ ახალი გულის ფორმის ტოკენი. ყავა დაგეხმარება თქვენი იდეების განხორციელებაში და ასევე insight ტოკენების მოდიფიცირებაში. მაქსიმუმ შეგიძლიათ გქონდეთ 6 ყავა. როგორც ვახსენეთ, ყავა შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი insight ტოკენების მოდიფიცირებაში, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დახარჯოთ ერთი ყავა და თუ თამაშის ეფექტი გეუბნებათ, რომ შეამციროთ თქვენი insight ტოკენი, არ შეამციროთ ის insight ტოკენი. ასევე შეგიძლიათ დახარჯოთ 2 ყავა და გააკეთოთ ან ტრანსფერი, ან elevate, ანუ დონის მომატება. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დახარჯოთ 3 ყავა და მიიღოთ ერთი ბრწყინვალე იდეა. როდესაც იღებთ ბრწყინვალე იდეას, აიღეთ ის მარაგიდან და განათავსოთ თქვენი ბორდის გვერდით. ლიმიტირებული არ ახართ ბრწყინვალე იდეებით და თამაშის ბოლოს თითოეული გამოყენებული ბრწყინვალე იდეა იქნება ერთი გამარჯვების ქულა. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ იდეის წარდგენას, ვიღებთ 1 ან 2 იდეას და ვათავსებთ ცარიელი იდეის სივრცეზე. იდეის ტოკენის კუდი უნდა მიუთითებდეს იმ მოქმედებისგან, რომლის განხორციელებას თქვენ გინდათ. თუ თქვენ გიდევთ ერთი იდეა, გააკეთებთ ამ მოქმედებას ერთხელ, თუ თქვენ გიდევთ 2 იდეა, გააკეთებთ ამ მოქმედებას ორჯერ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არ შეგვიძლია ერთი და იგივე მოქმედების განხორციელება ორჯერ. ანუ იგულისხმება, რომ თუ ჩვენი იდეის ტოკენი უკვე მიმართული არის ამ მოქმედებისგან, ჩვენ მას მეორეჯერ ვერ განხორციელებთ, თუმცა სხვა მოთამაშის იდეები ამაში აუზღუდავს. დამატებით ჩვენ შეგვიძლია ეჯერადად გამოიყენოთ ბრწყინვალე იდეები ნებისმიერი შემდეგი კომბინაციით. მარტო ბრწყინვალე იდეა ან კომბინაციაში ჩვეულებრივ იდეებთან. იმის მიხედვით, რომელ წრებში განათავსეთ თქვენი იდეები, თქვენი სამეλλე გადაადგილება შემდეგი ოდენობით. პირველ წრში 1-ით, მეორე წრში 2-ით, მესამე წრში 3-ით და მეოთხე წრში 4-ით. შემდეგ გადაადგილეთ თქვენი სამეλλე საათის ისის მიმართულებით. თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ ბრწყინვალე იდეები და თითო მათგანისთვის შეგიძლიათ გადაადგილოთ 1-ით, მეტით ან ნაკლებით. თუმცა სავალდებულო 1-ით მაინც გადაადგილეთ. თუ თქვენი სამეλλე მოხვდება ამ სამი ლოკაციიდან ერთ-ერთზე, დააგენერირეთ შესაბამისი insight-ი და გააქტიუროთ ყველა node tile-ი. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი თანმიმდევრობით და თუ ბოლო სლოტიც ცარიელია, რა თქმა უნდა, მიიღეთ შესაბამისი ეფექტი. ასე მაგალითად, თქვენი სამეλλე გადავიდა ბოლო სლოტზე და გადაწყვეტეთ, რომ ჯერ დააგენერიროთ minor ვნების insight-ი, შემდეგ შეამციროთ მიღებული insight-ი და მიიღოთ ნებისმიერი medium insight-ი და შემდეგ დახარჯოთ მიღებული medium insight-ი და მიიღოთ გულის ტოკენი. თუ თქვენი სამეλλე აღმოჩნდა ამ სლოტზე, შენ გააქტიურეთ რეპუტაციის ტრეკი ისე როგორც ზემოთ ვისაუბრეთ. ანუ მიიღეთ თქვენი რეპუტაციის მაღლა არსებული ბენეფიტები და შემდეგ მიიღეთ ფროიდის რეპუტაციის მარკერის დაბლა არსებული მოქმედებები. როდესაც თქვენი სამეλλე მოხდება ამ სლოტზე, გააქტიურეთ ნებისმიერი სვეტი, რომელზეც აღარ დევს იდეა. და ამ შემთხვევაში ზიგითობას მნიშვნელობა არ აქვს და ასევე გააქტიურებთ ქვედა სლოტს თუ უკვე ცარიელი.
როცა თქვენი სამეცნიერო გაცდება აი ამ სიმბოლოს, მოხსენით უკიდურესი მარცხენა იდეა და განთავსოთ თქვენს საერთო მარაგში. თქმა უნდა აღნიშნოთ, რომ ეს არ არის ლოკაცია, უბრალოდ როდესაც თქვენი სამეცნიერო გაივლის მას, მიიღეთ შესაბამისი ეფექტი. ახლა გადავიდეთ უშუალოდ მოქმედებებზე. ეს ორი მოქმედება დაკავშირებული არის თქვენი insight-ის ტოკენებთან. თქვენი მოქმედება გაძლევს საშუალებას მიიღოთ სამივე სახეობის minor insight-ი და შესაბამისად განალაგოთ თქვენი insight-ები პირველ შრეზე. ხოლო მეორე მოქმედება გაძლევთ ორი ელევაციის ანუ ზრდის საშუალებას და ერთი ტრანსფერის საშუალებას. ზედა სამი მოქმედება გაძლევთ საშუალებას დახარჯოთ ყავა და მიიღოთ note-ის თაილები. პირველ შემთხვევაში ხარჯავთ ერთ ყავას და იღებთ ერთ-ერთი დასის თავიდან ერთ-ერთ თაილს. ეს მოქმედება საშუალებას გაძლევთ დახარჯოთ ორი ყავა და მიიღოთ ცენტრში არსებული თაილებიდან ერთ-ერთი და აუცილებლად უნდა გააქტიუროთ მარჯვენა მხარეს ბანერზე მოცემული ეფექტები. ხოლო ეს მოქმედება გაძლევს საშუალებას დახარჯოთ სამი ყავა, აიღოთ ერთ-ერთი თაილი და გააქტიუროთ ბანერზე მოცემული სიმბოლოც და ასევე მის მარცხენა მხარეს მოცემული ეფექტიც. შემდეგ ჩადეთ ახალაღებული თაილი თქვენს სამუშაო დაფაზე ნებისმიერი რიგის უკიდურეს მარცხენა ღია სლოტში და აუცილებლად ბანერიანი მხარით ძირს. მარჯვენა მხარეს მოცემული სიმბოლოები გვიწესებს ლიმიტს, თუ როდის შეგვიძლია ვითამაშოთ იქ note-ის თაილები და დამოკიდებულია დამკონალებული კლიენტების ოდენობაზე. ამ ყველაფრის შემდეგ შეავსეთ სივრცე ახალი თაილით, გადმოატრიალეთ რა შესაბამისი რიგის დასტის თავზე არსებული თაილი და თუ უკიდურესი მარჯვენა მხრიდან აიღეთ თაილი, მაშინ ცენტრიდან გადაწიეთ მარჯვენა მხარეს თაილი და ცენტრში შეავსეთ დასტის თავიდან. მას შემდეგ რაც თქვენ შეავსებთ ერთ წკრივს, გაიხსნება თქვენი ფერის insight ტოკენი და გადაიტანეთ ესეთი ტოკენი ცენტრში. ყოველთვის როდესაც გააქტიურებთ ამ წკრივს, მიიღებთ შესაბამის ბონუს, რომელიც უკვე გაიხსნა თქვენთვის. იგივე მოქმედებს თუ თქვენ შეავსებთ სვეტს, ისევ და ისევ აიღეთ თქვენი ფერის insight ტოკენი, გადაიტანეთ ცენტრში და როდესაც გააქტიურებთ შესაბამის სვეტს, თქვენ მიიღებთ შესაბამის ეფექტს. როგორც აქაა ნაჩვენები, როგორც კი შეივსება 9-ვე ადგილი თქვენს ბორდზე, თქვენ მიიღებთ რეპუტაციის ქულას. მოგვიანებით შეიძლება ამოიწუროს კონკრეტული დასტიდან note-ების თაილები, ასე დროს უბრალოდ დაიწერეთ შესაბამისი გამარჯვების ქულები. ეს ორი მოქმედება ეხება კვლევის ბარათებს. ამ მოქმედებით უბრალოდ იღებთ კვლევის ბარათს, ავიღოთ დასტიდან ზედა ბარათი და შემდეგ შეგვიძლია შევანაცვლოთ ორი ღია კვლევის ბარათიდან ერთ-ერთში. მეორე მოქმედება საშუალებას გვაძლევს ვითამაშოთ ორი კვლევის ბარათი ან გამოვაქვეყნოთ ტრაქტატი. როდესაც თამაშობთ კვლევის ბარათს, დადეთ ის თქვენ სათამაშო სივრცეში სახიძევით და შემდეგ გააქტიურებთ ქვემოთ მოცემული ეფექტები. ამ შემთხვევაში მიიღეთ ორი minor თავისუფლების insight ტოკენი და ასევე დააკვირდით, რომ ბარათის ზედა ნაწილში შეიძლება იყოს სიმბოლო, იგივე აიკონი, რომელიც ახლა ჩვენს განკარგულებაშია და გამოვიყენებთ სხვადასხვა ეფექტისთვის. იმისთვის რომ დავწეროთ ტრაქტატი, უკვე უნდა გქონდეს გახსნილი და გამოყენებადი ჩვენი ფერის insight ტოკენი. ავირჩიოთ ერთ-ერთი ტრაქტატი და შეგახსენებთ, რომ ყველა მათგანი ხელმისაწვდომია. დავუშვათ გვინდა Future of the Illusion-ის ტრაქტატის გამოქვეყნება. ამისთვის ჯერ ვიღებთ ჩვენი ათამაშები ბარათებიდან ერთ-ერთს, რომელიც შეესაბამება ამ ტრაქტატის უკიდურეს მარცხენა ზოლში არსებულ ფერს და რომელიც გამოსახულია აი ამ სიმბოლოთი. ახლა უნდა ვიშოვოთ დარჩენილი ორი ბარათის ფერი, ამ შემთხვევაში ერთია სამესმე და ერთი მწვანე. შემდეგ დაალაგეთ ნათამაშები კვლევის ბარათები და ტრაქტატი დაადეთ ზემოდან ისე, რომ ფერები დაემთხვეს ტრაქტატზე მოცემულ ფერებს. შემდეგ აიღეთ უკვე გახსნილი თქვენი insight ტოკენი, თავსეთ აი აქ, რაც განსაზღვრავს ტრაქტატის კუთვნილებას. შემდეგ დაიწერეთ ტრაქტატის ცენტრში მოცემული გამარჯვების ქულები, ტრაქტატზე მოცემული სიმბოლოები, ახლა უკვე თქვენია და შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ეფექტებისთვის თამაშის განმავლობაში. თქვენი ნათამაშები კვლევის ბარათის გამოყენების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ციტირება, რაც გულისხმობს სხვა მოთამაშის მოქვეყნებული ტრაქტატის შემადგენელი ბარათების გამოყენებას. ამისთვის აიღეთ ამ ტრაქტატის მარჯვენა ბარათი და გამოიყენეთ თქვენთვის, ამისთვის ის მოთამაშე დაიწერს ორ ქულას და მიიღებს ერთ ბრწყინვალე იდეას. შეგიძლიათ რამდენიმეჯერ გააკეთოთ ციტირება, მაგრამ ყოველთვის იყენებთ ბარათებს მარჯვენა მარცხნივ და ყოველ ბარათზე ტრაქტატის მფლობელი მოთამაშე იწერს ორ ქულას და იღებს ბრწყინვალე იდეას. თქონდა შეზღუდული არ ხათო სხვა მოთამაშეების ტრაქტატების გამოიყენოთ. მაგალითად, თქვენ გინდათ გამოსცეთ ტრაქტატის სახელად Interpretation of Dreams. ამისთვის თქვენ სჭირდებათ ორი მწვანე, იასამნისფერი და წითელი კვლევის ბარათები. უკიდურესი მარცხენა ბარათი შესაბამისი სიმბოლოთი აუცილებლად უნდა იყოს თქვენი ბარათი,
ანუ უკვე ნათამაშები კვლევის ბარათებიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიო და გააქვთ როგორც და მწვანე. მართალია წითელი არა გვაქვს, მაგრამ საბინადო ჩვენს მოწინააღმდეგეს აქვს უკვე შესაბამისი ტრაქტატი დაწერილი, რომელსაც უკიდურეს მარჯვენა აქვს წითელი კვლევის ბარათი. რომელსაც ჩვენ ვციტირებთ, ის იღებს ორქულას და ერთ წინვალე იდეას და ჩვენ დავშვათ მწვანე და იასამნისფერი. ახლა უკვე ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს. ეს ბარათები ჩვენც გვაქვს, თუმცა თუ ჩვენ ამ კვლევის ბარათებს გამოვიყენებთ, ტრაქტატისთვის დავკარგავთ შესაბამის სიმბოლოებს. ამიტომ მეზობელ მოთამაშეს აქვს უკვე გამოყვანილი ტრაქტატი შესაბამისი ბარათებით. გამოვიყენებთ ციტირებას ორჯერ, შესაბამისად ის მიიღებს 4 ქულას და 2 წინვალე იდეას. შემდეგ დაალაგეთ შესაბამის თანმიმდევრობით კვლევის ბარათები და ზემოდან დაადეთ ტრაქტატი. განათავსეთ მასზე თქვენი ფერის insight ტოკენი, მიიღეთ 12 ქულა და ახლა უკვე გაგიაქტიურდათ 2 დამატებითი აიქონი. ეს მოქმედებები უზრუნველყოფენ ჩვენი პროფესორების გადაადგილებას ვენაში. ვენა იყოფა 3 მთავარ ზონად, თითოეულ ზონაში არის 2 შენობა: თეატრი და ბიბლიოთეკა, ოპერა და მუზეუმი და სასტუმრო და კაფე. შენობები იდენტიფიცირება შეიძლება მათი უნიკალური სიმბოლოებით. თითოეულ სივრცეში შეიძლება ჩაჯდეს სულიმიტო ოდენობის პიპლები და თითოეული სივრცე ასოცირებულია მოქმედებებთან, რომლებიც გააქტიურდება, როდესაც თქვენ მიხვალთ შესაბამის სივრცეში. თითოეულ სივრცეს ასევე აქვს 3 ბონუს სლოტი, ხოლო თითოეულ უბანს აქვს 4 ბონუს სლოტი, რომლებზეც ვისაუბროთ, როდესაც იდეების გამოძახების მოქმედებაზე გაჩერდებით. ეს მოქმედება საშუალებას გაძლევთ გადაადგილოთ თქვენი პროფესორი 1 ან 2 ნაბიჯით 10 ისის მიმართულებით ქალაქში. ან გადაიყვანოთ თქვენი პროფესორი ფროიდის ლოკაციაზე. ამ შემთხვევაში ფროიდი აუცილებლად უნდა იყოს თქვენგან განსხვავებულ ლოკაციაზე. ამ მოქმედებით შეგიძლიათ გადაიყვანოთ ფროიდით 1-დან 3 უჯრამდე. თქვენი პროფესორი არ მოძრაობს. რომელი გადაადგილეთ თქვენი პროფესორი თუ ფროიდი, ააქტიურებთ შესაბამისი ლოკაციის მოქმედებებს მაქსიმუმ 5 ჯერ. ამ ოდენობის დასადგენად შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 მეთოდი. რამდენი ფიგურაც არის შესაბამის ლოკაციაზე, იმდენჯერ ახორციელებთ მოქმედებებს. ამ შემთხვევაში 3 მოქმედება იქნება. ან ითვლით თქვენ წინათამაშები ბარათებზე რამდენი შესაბამისი სიმბოლოა აქტიური. ამ შემთხვევაში 2. კაფე. როგორც ნაჩვენებია, თითოეული წინვალე იდეის დახარჯვით თქვენ დამატებით 2 მოქმედებას შეასრულებთ. და მაქსიმუმ 5 მოქმედება შესაძლებელი. მოქმედებები შეიძლება გამეორდეს და ერთ და იგივე იყოს. თავარია დავიცვათ ლიმიტი. მაგალითად, თუ ჩვენ გვაქვს 3 მოქმედება, ჩვენ შეგვიძლია განახორციელოთ ეს მოქმედება 3-ვეჯერ, ან ეს მოქმედება ერთხელ და ეს მოქმედება 2 ჯერ. თამაშის განმავლობაში შეიძლება შევხვდეთ მსგავს სიმბოლოებს, რაც ააქტიურებს შესაბამის შენობას ქალაქში, ამ შემთხვევაში კაფეს. ეს ისევე მუშაობს თითქოს თქვენი პროფესორი ან ფროიდი გადაადგილდა შესაბამის ლოკაციაზე, თუმცა ქმედების ოდენობის და განსაზღვრად ვიყენებთ სიმბოლოების დათვლის მეთოდს. ანუ სიმბოლო, რომელმაც გააქტიურა ეს ეფექტი, პლუს თქვენ ბარათებში არსებული სიმბოლოები და რა თქმა უნდა შეგიძლიათ გამოიყენოთ მწყინვალე იდეები. იდეების გავრცელების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიხმოთ იდეები, ამისათვის მინიმუმ 1 იდეა მაინც უნდა გქონდეთ უკვე შეყვანილი ბორდზე. საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ დაელოდოთ ყველა იდეის ამოწურვას. პირველ რიგში დათვალეთ რამდენ სხვადასხვა ადგილას გიდევთ იდეები და მოიმატეთ იმდენი ყავა. შემდეგ იდეები დაიბრუნეთ საერთო მარაგში. შემდეგ აირჩიეთ ლოკაცია, რომელზეც ან თქვენი პროფესორი ზის, ან ფროიდის. შემდეგ თქვენ გაქვთ 2 ოფცია: ან აიღოთ ლოკაციის ბონუსი, ან აიღოთ უბნის ბონუსი. თუ თქვენ აიღებთ ლოკაციის ბონუსს, აირჩიეთ სარიელი სლოტი, აიღეთ უბნის ტოკენი და განათავსეთ მასზე. მიიღეთ შესაბამისი ეფექტი. თუ თქვენ პირველმა აიღეთ ამ უბანში შესაბამისი უბნის ტოკენი, მაშინ თქვენ მიიღეთ რეპუტაციაც და გადაიწიათ რეპუტაციის ტრეკზე 1-ით. მეორე ვარიანტია აირჩიოთ უბნის ბონუსის მიღება. ამისთვის თქვენ უნდა გქონდეთ უკვე გახსნილი თქვენი ფერის insight ტოკენი. ხელმისაწვდომი უნდა იყოს თქვენი insight-ის ციფერბლათი. აიღეთ ეს ტოკენი და დათვალეთ ამ უბნის შესაბამისი სიმბოლოები თქვენს ბარათებზე. ასეთი ახლა გვაქვს 5. შესაბამისად განვათავსოთ ჩვენი insight ტოკენი შესაბამის ციფრზე, ან თუ ის ციფრი დაკავებულია, მაშინ მის ქვემოთ ციფრებზე. შემდეგ მიიღეთ შესაბამისი ეფექტი, ანუ ამ შემთხვევაში მიიღეთ 2 გულის ფერის ტოკენი და 3-მდე გადაადგილეთ თქვენი სამელე. შემდეგ აიღე შესაბამისი უბნის გასტის ზედა ტოკენი და დაფარე ეს ეფექტი. თუ ტოკენზე ეს სიმბოლო ჩანს, მიიღე რეპუტაცია და გადაადგილე შენი მარკერი.
კლიენტების მკურნალობისას დააკვირდით ზედა სიზმრის ბარათზე მოცემულ სიმბოლოებს. ამ შემთხვევაში თქვენ ხედავთ, რომ საჭიროა major ვნებისა და minor ზრდის ტოკენი. ჩვენ არა გვაქვს minor-ი, მაგრამ გვაქვს medium-ი და შეგვიძლია დავხარჯოთ ის ჩვეულები. ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ შესაბამის ეფექტს. ამ შემთხვევაში 2 თერაპიის სიმბოლო და 3 ქულა. რა თქმა უნდა, სხვა ბარათები სხვა ეფექტებს მოგცემენ. თითოეული თერაპიის ქულა საშუალებას გვაძლევს დავხიოთ თერაპიის მარკერი ერთით მწვანე გულისკენ. როგორც კი ჩვენ გავივლით ამ სიმბოლოს, ეს ნიშნავს კათარზისის დადგომას, რაც მარტივად რო ვთქვათ, მოგვაშორებს grief layers. ამის შემდეგ სიზმრის ბარათი მიდის. როდესაც ჩვენ თერაპიის მარკერი ჩამოვა მწვანე გულზე, ანუ ნულზე, ეს მარტივად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კლიენტი დამკურნალებია, მივიღეთ ქულავს და ამ კლიენტს გავითავსებთ ჩვენ სათამაშო სივრცეში. შესაძლებელია რომ ხანდახან მოგჩეს კიდევაც თერაპიის ფულები, მაგალითად, ამ შემთხვევაში ჩვენ ვარათი გვაძლევს 3 თერაპიის ქულას, მაგრამ საჭიროა მხოლოდ 2. ამიტომ მორჩენილი თერაპიის ქულა კონვერტირდება გულის ფორმის ტოკენად. ზოგიერთი კლიენტი გაცილებით უფრო რთული სამკურნალოა, მაგალითად ამ შემთხვევაში თერაპიის მარკერი განთავსდებოდა ნიშნულზე 8 და ჩვენ მივიღებდით ეგრევე 3 ქულას. დამატებით, ნებისმიერ დროზე, როდესაც მარკერი გაივლის გამარჯვების ქულის სიმბოლოს, მიიღებს იმ ქულას. ანუ ამ კლიენტის მკურნალობისას, როდესაც მარკერი ჩამოვა 2-იანზე, მივიღებთ 2 ქულას და როდესაც მარკერი ჩამოვა 1-იანზე, კიდე მივიღებთ 1 ქულას. ზოგიერთ მანიფესტის სიზმარს აქვს სიმბოლო მოცემული ზედა მარჯვენა კუთხეში და როგორც თქვენი ოფისის ბორდი გეუბნებათ, თუ ეს სიმბოლო ემთხვევა grief layer-ზე არსებულ სიმბოლოს, თქვენ მიიღებთ 1 გულის ფორმის ტოკენს. როგორც თქვით, როდესაც თერაპიის მარკერი გაივლის აი ამ წერტილს, ხდება კათარზისი. ამ დროს მივიღებთ grief layer-ზე არსებულ ბენეფიტებს, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება 1 ბრწყინვალე იდეა და 2 ყავა. ყველა საწყისი grief layer-ი ამ ბონუსებს გვაძლევს და ასევე დავაკვირდებით, რომ ზედა მარჯვენა კუთხეში გვაქვს ეს სიმბოლო, რომელიც იმეორებს თქვენი ოფისის მეორე ოთახის დამკეტავ ბარათზე არსებულ სიმბოლოს და კათარზისის შედეგად მეორე ოფისი გახსნილი. ბარათი დააბრუნეთ ყუთში და ეხლა მოხსენეთ grief layer-ი. შეამჩნევთ, რომ კლიენტის ქვედა ნაწილი გადახაზული არაა, რაც ნიშნავს, რომ ძალა აქტიური იქნება. თუმცა ქულას ჯერ ვერ დაიწერთ, გამარჯვების ქულას მიიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სრულად უმკურნალებთ თქვენს კლიენტს. როდესაც მარკერი ჩამოვა სულ ბოლოში, თქვენი კლიენტი განკურნებულია, მიიღეთ გამარჯვების ქულა, შემდეგ ბარათი აიღეთ თქვენი ოფისიდან და გაანთავსეთ თქვენ სათამაშო სივრცეში. რა თქმა უნდა, მისი ეფექტები კვლავ აქტიურია. რუტინული კლიენტები გვაძლევენ მიმდინარე ძალებს, რომლებიც ცვლიან თამაშის წესებს და ასევე ლოკაციის სიმბოლოებს, ხოლო case study კლიენტები გვაძლევენ თამაშის ბოლო გულებს და ეს ყველაფერი მოცემულია აი ამ რეფერენს ბარათზე. თუ კლიენტი განკურნებულია, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩენილია რომელიმე სიზმარი თქვენს ოფისში, გაუშვით ეს სიზმარი discard ფაილში. ჩვენისთვის ბოლოს შეგვიძლია გამოვიყენოთ გულის ფორმის ტოკენები, რომ მივიღოთ თერაპიის ქულები და როგორც ხდება ხოლმე, თერაპიის ქულები შეგვიძლია გამოვიყენოთ თერაპიის მარკერის კვებით ჩამოსაწყობად. ამის შემდეგ, თუ თქვენი ოფისის ოთახი ცარიელია, აუცილებლად უნდა აიყვანოთ ახალი კლიენტები. ისე როგორც ეს ჩვენი თამაშის დაწყებაში. 2 ოთახი გაქვს ცარიელი, 2 ახალი კლიენტი უნდა აიყვანოთ, შესაბამის grief layer-ით, შემდეგ შესაბამისი სიმრევის აღებით და ასე შემდეგ მთელი პროცედურის ბოლომდე ჩატარებით. როგორც აღნიშნეთ, 7 მისიის ბარათი არის თამაში. როგორც კი თქვენ შეასრულებთ შესაბამის მოთხოვნას, მიიღეთ რეპუტაციის ქულა, გადაწიეთ თქვენი რეპუტაციის მარკერი 1-ით, შემდეგ აიღეთ ეს ბარათი და დაიდეთ თქვენ სათამაშო სივრცეში და როგორც ხედავთ, უკვე მოგცემთ მატებით ლოკაციის სიმბოლოებს. ყველა მისიის პირობა მოცემულია წესების წიგნში, აი აქ. როგორც კი ფროიდის მარკერი მიაღწევს ამ ნიშნულს, თამაში თავდება და მოთამაშე, ვინც დაათრიგერა თამაშის ბოლო, მიიღებს ეგრევე 3 ქულას. შემდეგ ამოატრიალეთ ეს ტოკენი საათის მხარით. იშვიათია, თუმცა შეიძლება მოხდეს, რომ დათრიგერების შემდეგაც მოთამაშემ დაიწეროს რეპუტაციის ქულა, ამ შემთხვევაში არ გადაწიოთ თქვენი მარკერი, უბრალოდ დაიწერეთ 3 ქულა. თამაშის ბოლოს მოთამაშეები ქულებს იწერენ რეპუტაციის ტრეკზე მათი ადგილის მიხედვით, მაგალითად ლურჯი დაიწერს 4 ქულას, ეს 2 დაიწერს 3 ქულას, ხოლო ყვითელი ვერაფერს. შემდეგ მოთამაშე, რომელიც ყველაზე წინაა რეპუტაციის ტრეკზე, დაიწერს 2 ქულას თითეული მისი ტრაქტატისთვის და ნამკურნალები კლიენტებისთვის. ხოლო მოთამაშე, რომელიც მეორე ადგილზეა, დაიწერს 1 ქულას მისი გამოქვეყნებული ტრაქტატებისთვის და
ნამკურნალები კლიენტებისთვის. თუ მოთამაშეები თანაბრად არიან რეპუტაციის ტრეკს წარმოდგენილი, მაშინ უპირატესობა ეძლევა ქვედა ტოკენის ფლობელს. თუ ერთ უბანში გაქვთ თქვენი ფერის ინსაიდ ტოკენი ჩადებული მიიღებთ 4 ხულა, 2-ში თუ გაქვთ 10, ხოლო 3-ში თუ გაქვთ 18. მაგალითად, აქ ლურჯ მოთამაშეს 2 სხვადასხვა უბანში აქვს და იღებს 10 ქულას. შემდეგ ვითვლით იმ მტკრივებს, რომლებიც სავსეა თქვენი ნოუ თაილებით და შესაბამისად ვიწერთ 1, 5 ან 16 ქულას. მაგალითად, აქ ლურჯი მოთამაშე დაიწერდა მხოლოდ 1 ქულას. შემდეგ, როგორც აქაა მოცემული, ვითვლით რამდენი განსხვავებული უბნის სიმბოლო გვაქვს ჩვენ წინათამაშე ბარათებს, ტრაქტატებს, მისიებს და კვლევის ბარათებს. მაგალითად, აქ 5 სიმბოლოა, შესაბამისად 10 ქულას ვიღებთ. შემდეგ, ყველა case study კლიენტი, რომელიც ნამკურნალები ან უბრალოდ მოშორებულია გრიფლეიერი, დაგიწერთ თქვენ თამაშის ბოლოს ქულებს მათი ეფექტის მიხედვით. მორჩენილი გულის ფორმის ტოკენები გადააქციეთ თითოეულ მათგანი 2 ქულად, ხოლო ყავა გადააქციეთ ბრწყინვალე იდეებად 3 ყავა, 1 ბრწყინვალე იდეა. ბრწყინვალე იდეები თითო მათგანი მოგცემთ 1 ქულას.